სულ ასეთ მომენტში შემოდიან. შუა გულვაკეში გლდანი საგავსაყრელი რატო დგას? აუ მართლა რაღაც სული დგას თუ მეჩვენება. რაღაცნაირი სული დგას. ანუ ამა შეხედეთ. პუფი. თერი ხახაფეხზე. ეს არის ძროხისაჭველი ტუკი. შტერი. ხო, ტუკი, თივის ტუკი. ტუკი, ანუ სადაურია ტუკი. ფუთური. ფუთური? იო. ფუთური. ფუთურამე ახალი სლენგია თუ რა? არა, ფუთი არ გაგიგია, გოგო. სლენგი კი არა, ზესტაფონიდან 8 კილომეტრშია ეს სლენგი. შტერები არიან. ზესტაფონი თუ უფრო გაინტერესებს, აი ახლა აღდომეები მოდის, ჩამოით იქით და კაის დავკლავ, კაის შევწვავ, კაის გამოვაცხობ და ვიქეიფოთ, ვიგუგუნოთ. რა მოდისო? აღდომეები მოდის გოგო. აღდომეები? აი გეხვეწები ხო, ნუ აღდომეები მოდისო, აი გთხოვთ რა ხახო, აი წელიწადში 3 დღე მაქვს მარტო ბედნიერიო, აი მაგ აღდომეებზე მიდიხარ ყველა და ვაკე და თბილისი ზოგადად თავისუფლდება რა. აი ეგ არის ჩვენთვის ყველაზე მაგარი და ხლა მას რა უნდა, რომ 3 დღე ამათან ჩავიდე. აი გეხვეწები. და მომიგონა ეცი ახლა შეგვიდა ის პატივი და უკეთეს იკეთე მედი კიდე ო, დაანები თავი მამიკო, არ უნდათ ნუ უნდა ჩვილო. არ უნდა ნუ უნდა. ამას შეხედე გეხვეწები შვილო. კიდე ის. ძალიან გთხოვ, აი მაგ წინდაში რო ეგ ჩატანებული გაქვს ამხელა ფულე სპორტული შარვალი. ამოიტანე გთხოვ რა ცოდვა გახშულო და ინანიეთ კაცობრიობის თუ რა ჯანდაბა ხდება. სპეციალურად ხარისხიანი ნასკები უყიდე გორს, მეთქი შეიმჩნევს, მომავათქო და მამის მერე ქალბატონი და ამოკეცილი მქონდა ის არ მოგწონდა აი იმას რანგუტანგს გავხარა ცხეს ახლა ის მაგ რა ქვია ჩატანიებული მაგ ეს და რა გინდა ვერ გევიგე რატომ ეჩხუბები რა გინდა გვერდზე გაიხედე ოში აუ შეხედე რა სახეც რო პირველ ყოფილის აქვს გთხო აუ მეშინია. ახლა ქვის ხანაში არ გამბული გვერდია რომ მაიმუნი უნდა გადმოხდეს და იქ მამის მერე ქალბატონი და მე ის რომიკო აღარ ვარ ვისაც თქვენ იცნობთ. დაახლოებით 2 წელია უკვე თბილისში ვცხოვრობ და მე მგონი ძალიან კარგად მოვერგი აქოურობას, ხო? აქოურობა შეგენაცვალე. მომისმინედე შეიძლება შენ ზესტაფონი დატოვო შვილო, მაგრამ ზესტაფონი შენ არასდროს არ მიგატოვო. სულ შენთან ასე უნდა იყოს. მე რა სად უნდა იყოს? რომიკონა მომისმინე დედიკო. აი შედი ახლა სახში და ის შენი ოთახი როგა გმირიარებული. მიდი კარგად მიაბზიალე დედიკო. ხო და მე ის შკაფი კიდე შენ და მამაშენმა გადაგდით რა იქნება ვერ წიკულობ კაცო მე. ხო და ის კიდე რომორჩებით მე მაგ საქმეებს პატარა წევი ლუკმოთ წევიჭამოთ. კი რაღაცებს დავიქანა და ის ფული რომ მოგცა კიდე მამაშენმა. მომამჭინდი არ გაფლანგო იცოდე დედიკო. კაი დედიკო დავალვიდა ყველა. არა ეს არ გინდა. ქალმა 15 ქართული სიტყვა თქვა და 14 ვერ გამიგეს. გრამატიკის მკვლელები! ის კერო ძროხის ძუძუ და ხოს მოხსინა რომ ხავს კიდე მინდა იზაფისია ხავს ახლა გადაც კაი ხო დაჭაჭანდი პანიკის გარეშე პანიკის გარეშე ხო აუ, ერთი წუთი რა. ჰა, გომიდიხი. ანუ ეს პუფი არ არის, ხო როგორ ჩავთანხმდი? არა. ანუ ძროხა იკვებება ამ რაღაცით, ხო? ხო. და ანუ ძროხათა ყავთ. აგაშენა. ეს კაი გოგო არის. არა, ყველაზე ჭკვიანი ეს არის. და უკვე მესამე კლასის ლოგიკაი. ანუ ერთი წამია, ხო? ანუ შუა ბაკეში ძროხა ყავთ. მეიცა გაჩერდი ახლა შენ. მოდი აქ დავიდექი. დავიდექია, აქადა. სად ცხოვრობ შენ, სად ხარ? ბაგებში. მე დააკვირდი, ხალო, თვითონ სიტყვა გეუბნება. ანუ ბევრი ბაგა, ბაგერი, ბევრი ბაგა. აქადა იყო ძროხები ცხოვრობდნენ და მე დააშენე ზეიდან გარბოსები. ანუ მოდიაო ხო მოდია. მართავს გეუბნება. გამოისტერიკის გარეშე აქადა თავიდან იყო ნაკელი და მე დასახთა ვაკელი. ხაცრავად, ანუ ძროხა ის არ არის რაღაც უცნაური ცხოველი როა, საყვარელი. უცნაური ხარ, ხალო შენ.
მე რატო? ძროხა გადასარევი ბუნჩულა წყოველია. რასა მაგრუ ამ ყავდეს. კაი, მოიცა ერთი კითხვა მაქვს ახლა. ძროხა ხო ჭამს მწვანე ბალახს, ხო? ძირითადად კი. კი, და ანუ იწოლება თეთრ ძეს. ხო და ანუ რატო იწოლება თეთრ ძეს? ანუ ხომ მწვანეს რო ჭამს, ხომ მწვანე უნდა მოიწოლო? დენახე რა კაი კითხვა და სხვა ახლა დენახე. კიდე კაი ფუნაზე არის ის რამე თუ რამდენი კითხვები წამოვიდა და ხო ვიდე ფუნაზე გამახსენე რაღაცა სახში ნარგვები არ გაქვთ ნარგვები ნარგვები? ნარგვები. ხო. მცენარეები. ხო, ეს გაიგო მოთქო გეუბნები. ჭკვიანია მოდი მე წავიკითხე წიგნები. მოკლედ მე მაქვს სახში ავოკადოს და მარაკუიას ხე. ნარგვები. ხო ნარგვები ნარგვები. ფუნა არ გინა მერე მაგისთვის წამეიღებს კარგად ან წუნწუხს თუ აწუნწუხებ იმას ისე არის არ ვიცი. დედა ფუნა რა ფრაგიქა ნაკელი ანუ ფუნა ნაკელი რა ფრო უხსნა თავის კაი ახლა დენახე შენ ძვირადღირებულ სუნამოსო რაღაცა ცუდი სუნი შეერევა და აკოთდება ეგ არის ნაკელი რა ფრაგითხრა ახლა რატო უნდა გოგო, ალბათ მე მგონი რაღაცა ბიოლოგიური იარაღი აქვს და ჩვენი ამოწყვეტა ამოჯუჯულავდა. არა, თქვენ. რა მოწმედა მაგაში ფულს ვაძლევ ხოლმე ხანდახა მე შოგებით რომ მაგ სახში შავე ესენი ჯამთელები არ რა არიან. ვიცი მე ეცეთი ანუ მე მინდა და არა პირუტყვი ვნახავ თვითონ ძროხა. კი და რა. თვითონ ძროხა კიდე რა ხო? ხერხზე მიდიხარ ზამი ახლა კაი, მიდი, მაგრამ უკან არ დაუდგე, წიხლი იცის. მიდი შეყევი გოგო არ გამიგიჯოს როხა შეყევი შეყარები, არ როხა არ დააფეთოს. გამიგიჯოს ამან არ დააფეთოს, თვითონ ძროხა. მაგას გეუბნები მე აღარ მეიწველება თუ გაჭრა ის რაღაც მინდა რამე ხო არ მოუვა? და თუ რამუ დედა, ვაიმე. კაცი. კუდი გავიჩერე, შესამკლე, კუდი. გამო, დეიხი უკან, დეიხი. ხო, მოდი ასე თქვა. დიჩო დედო ხო, დედო. მიგმე. წადი გადივიდა გარეთ რა. არ დამეიცე, შენ არ დაიცოდე შენ კი რა, ვერ მეიქცეს თუ ვერთან. რა მოხდა? ნახე. ანუ პირველად ნახე ცოცხალის დაეკი. იცი ვის ძამს გავს? უიმე ხუნას ძამს. გავსა ბიჭო. ოღონდ უბრალოდ აი ამის თავზე კონსტრუქცია არ მომეწონა. მოდი, გავიხედე აქეთ, რა კონსტრუქცია, რქები ქვია ბიჭო. დედა რა ღავქს ხები რა? ქები. რატო აქ და ქმარმა უღალა და დაადგარ ქები თავი კაი მერცხა რა